მოგესალმებით, ეთერშია ყოველკვირეული ток-შოუ დებატები დებატებისთვის, სადებატოდ. და მე მისი წამყვანი შორენა კერკეტავა ვარ. დღეს ჩვენი ток-შოუს დებატები დებატებისთვის, სადებატოდ სტუმრად არიან ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონი ზაურ ტატინაშვილი, მოგესალმებით ბატონო ზაურ და საჩვენო ოპოზიციის წარმომადგენელი ბატონი გურამ ოთანელი. დავიწყოთ დებატები. რომელსაც მოუთმენლად ელის მაყურებელი. მზად ვარ? თქვენი დედავატირე, მე თქვენი სულ ყველასე, ბატონო? ანუ მზადა ვარ, რა თქმა უნდა, დიახ. კი ბატონო, მთავრობის წარმომადგენელი მზად არის. თქვენ ოპოზიციის წარმომადგენელი მზად ხართ თუ არა დებატებისთვის? რავი, კი. კარგით, მზად ვართ? კი ბატონო. დავიწყოთ, ვინ დაიწყებს? კარგი, დავიწყებ მე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მივესალმებ. დიდი მადლობა, პირველ რიგში მივესალმებ თქვენს მაყურებელს და მეორე დავიწყებ იმით, რომ ამასთან სალაპარაკო რა უნდა მქონდეს. ჯერ საერთოდ მადლობა თქვას დებატებში რომ დავუდექი ამ არაკაც, ამ რადიკალს, ამას დიპსტეიტის დაფინანსებული მონა, ეს ამასთან რა უნდა ვილაპარაკო. შენ ვისეულებ, ბატონო შორენა, კიდე თავს ვიკავებ. ჯერ დაწყებული არ არის დებატები და შეურაცხყოფაზე რო გადმოდის ეს რა წესია და საერთოდ შენ ვისეუბნები შენ რუსეთის მონაკაცო შენ ვინ არის რუსეთის კორუმპირებული ადამიანი მოტრფიალე კაცი ეს ხო ზუსტად გრანტები დაფინანსებული ეგ არის მაგერების განოიღებ და შენი ხარ იქ რეკლამა ეთერში ბიჭო ბოდიში რა ხო არ გეწყინა ნაგავოთ რომ დაგიძახებ სუდად ხო არ გამომივიდა ცოტა კი მეწყინა ეხლა მაგრამ ეგ ცუდად დაგიძახებ და მაგაზე ბოდიში ფორმატია უბრალოდ პირიქით მათ არ გეწყინა კარგი იყო მე ვფიქრობ რომ ცოტა მეტი შეგიძლია იო მახარ ხო იცი ბოდიში მაგერა ბავშვის ნათლია ვარ არ დაგავიწყდი просто მათ არ გეწყინოს ფორმატია არა მესმის კაცო რა უნდა მეწყინოს შენთან რა მაქვს აწყენი ეგია რა ბიჭო ბიძაშენი რა მაგარი კაცი არის მო ვიხ რეკლამა ხო კვაზლი კი რეკლამაზე ვარ ბიძაშენი იმ დღეს მაგო კიდე ორგანოში ხო ხო შენზე ვასვიცა ვარ ჩემი ახლობის ბიჭი ისეთის როგისგან იხსნა რა ვიცი იგა პატარა რაღაცები კი უკისრე ხო ისი არ მეშლება შენზე ბაბას მომიკითხე ძმაო რომ აუცილებლად მაგარი კაცი ეგეთი მაგას არ ეშლება ვაფშე ტრუპი რო ყავდეს მანქანაში იმენა გაგიშვებ შენზე ვასვიცა თუ არ მოგიგვაროს იმენა პრობლემა ჩვენ ბრუნდებით ეთერში და ვაგრძელებთ დებატებს. გისმენთ თქვენ საუბრობდით. კი ბატონო, ჯერ ქალბატონო შორენა დავიწყოთ იქედან, რომ ქვეყანაში, სადაც ამისნაირი და ბიძამისისნაირი კორუმპირებული ჩინოვნიკები ცხოვრობენ, ჩვენ უბრალო ხალხმა რანაირად უნდა ვიცხოვროთ. შენ ბიჭო, საერთოდ ბიძაშენი მე ხა სანდო წყაროსგან ვიცი, მაქვს ინფორმაცია დადასტურებული ფაქტი ვიცი, რომ ბიძამისმა კორუმპირებულმა კაცმა სუფრის სანაცვლოდ სროკისგან იხსნა ბრჭყალებში ერთი ადამიანი საერთოდ მაშინ როცა დანაშაულო ხალხი ციხეში არიან შენ ხარ არაკაც და შენ ხარ ბიძაჩემს როგორ ეხები ბიჭო ეგეთ კაც ეგეთ წმინდა კაც როგორ ეხები ვინ არის ბიჭო თელ სოფელს უყვარს ბიჭო ბიძაჩემ ეგ შე არაკაც კი არ უყვართ ჯერ ეს ერთის ეშინიათ ბიძაშენის ბიჭო და ატერორებს ხარ სიყვარული არ გწვენია ბიჭო სამოქალაქო ომის ვეტერან რეჟისორ ბიძაჩემზე რეებს ამობ არ გწვენია შემართლა გაგცუებულო გაჩერდი ბიჭო ერთი ბიძაშენი რეჟისორი მონაშე რანტინო ახლა შემიდარა შენ ბიჭო ბიძაჩემ რეებს ეხა ამას მაგრამ გავხევშუა ეს არ შეიძლება კიდე თავი ამყავს ხელში რა ქალბატონო შორენა თორე ამას დავამტრებ ზულებში ამას ვარს გადადიხართ ახლა თქვენ ხო ამას შავარტყავ ამას პასტას ვაში ამ არაკაც ამას რეკლამა ეთერში რა გიქს ბიჭო რაღაცა თქვი შენ რა მოგი დაგამხე თავზე ყველაფერი ძმა ამოიღე რაღაცა მითხარი ხო რასაც გეუბნება დაუჯერ რავი ცოტა ნერვიულობ რა კამერებთან მაინც რაღაცნაირად დაგანერვიულებ პირველად ვარ ხო იცით ეხლა დებატებს მომესმინე რეპეტიციას წევა დამამხე ყველაფერი თავზე აქ რა დაგემართ დაივიწყე ეს კამერები საერთოდ თუ არა პირველად ვარ ასეთ როლზე და ხო და იმპროვიზაციას მიმართე შენი სიტყვებით მელაპარაკე ლანძღე ვაფშე აიღე წყალი და მtkhepe სახეს შემასხი ერთი კაცი ხო შემასხი მაშინ შესხვის დროს რომელი მხარეს გაიწევი ეგ მითხარი არა აქვს ნიშნულობა მაქვს მეორე ბიჭაკი იმას ჩავიცვა ხო და ოღო შემასხი ხო ცოტა გაიხსენით რა მოდი რა ეს ნაძირალა და ის რომ მითხარი ნაძირალას მაგიროთ რო შევაგინო რავი შემაგინე ტუ დაედებ ხო ცენზორი ტუ ხوار დაედებ შემაგინე კი ბატონო რაც კიდე შემაგინე არ არის პრობლემა აი მზად ვართ დავიწყოთ და ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ელაპარაკე უნამუსო კაცი აი ხო ოპოზიციას ვაცადოთ თავის მე მინდა ვთქვა ერთი რამ ქვეყანაში სადაც ესენი ფულში იხჯობიან და კორუფციაში იხჯობიან მაშინ უბრალო მოსახლეობი შიმშილობს ბიჭო ხალხი მე თქვენი შენი შენი და შენაირების ბრალი არის ეგ შენ აი რა უსირცხვილო და რა უსი შენ ის არა ხარ ჩვენ
პროდუქტების გაიაფებაზე კომისია რო შექმნა და რო გამოხვედა სახალხო რო დაგვცინე. ის კაცი არა ხარ შეუნამუსო კაცო, მაგაზე კომისიაო, რანაირად მეუბნები, რაღაცა უაზრო სპექტაკლი დადგით. რა თუნდა სუსიბას, ფასების კონტროლს არ გამაგიჟოთ, ბიჭო. ეს მათხოვარი. შენ არა ხარ ის კაცი, შენ კომისია რო შექმნით პროდუქტების ფასებზე და საქვეყნოთან სახალხოდ რო დაგვცინე, ის კაცი არა ხარ შენ. ეგ ხო მითხარი, კაცო. კი, გითხარი და მე რა უნდა გექნა, რო გითხარი. ის კაცი არა ხარ შენ, შეუნამუსო შენ. პასუხად. რა უნდა მექნა? რა უნდა გექნა? ის ამას რო ვეტყოდი, შეუნამუსო რო დაგვცინე სახალხოდ, ის კაცი არა ხარ შენ. რა უნდა გექნა? რა უნდა მექნა? ფურცლები არ უნდა შემაყარო ამ დროს სახეში. ხო, ეთერში ვართ. რეკლამა ეთერში. რა გჭირთ ხალხო? ეთერში ვართ, მალე ეთერში ეუბნებით. მე რა დაგავიწყა, ბიჭო, ყველაფერი რა დაგემართა, რა დამოგაშტერა, ბიჭო, ვარ პირველი როლია გითხარ. ნერვიულობ ხალხო რა, ნერვი. აიღე და შემაყარე ეგ ფურცლები, აუ გიჟია რაღაცა. თქვენც აიღეთ და შეაყარეთ ბატონებს აური როგორც გეუბნება. რა გავაკეთო? მართლა პირველად ვარ რა, გებიცებით და გამოვასწორებ რა. ცოტა ნიჭიერი ვინმე გამოგვიგზავნა შემდეგ დებატებში. რა ნიჭიერი ოპოზიციონერი. გიხდი ძმაო, ერთ შეგინებაში გიხდი 1000 ლარს, ოღონ შემაგინო. და ესეც არა გახარ, უბრალოდ რა შემაყრები გამქელა. 1000 ლარი, აი ხოცები ცოტა წაუმატე 1200-ში და უფრო შეგაგინე ჩემს კიდე ცოტა. გიმოტიო. აი ეგრე ბიჭო, აი ეგეთ ნაგი ხარ, შენ კიდე კაი მართლა რაზე გელაპარაკო ხა, ცოტა ითამაში. შეოდარჩეს. შენ მერიაში ხარ ვეკრავს. რათმე რას მეკითხები, ხო იცი რომ ყავს? აუ, შემახლობელს უნდა რაღაცა პატარა მიწის დარეგისტრირება და რაღაცა კვეში რომ მიცე, ჩვეულებრივად ამი რაღაცა რა, ხო იცი ხა, რაცა როგორც და რა გეთება, არ არის პრობლემა. დაგირეკავს მაშინ. კაი, დავაი, მიდი, მიხე და ითამაში ხა და ცოტა ხვდები რა, მოიდო. ცოტა უფრო აგრესიულად. კაი, დავაი. ჩვენ დავბრუნდით ეთერში და რაც შეეხება გაზრდილ ფასებს, ამაზე ვსაუბრობდით, ხო? არაფერს სასაუბრო არ ამაზე ამას. მაგ თემას მე დაუბრუნდები, მე წეგა კორუფციაზე ვსაუბრობდი და სუდამავისთან. ჯერ ქალბატონო შორენა მერია, არის კორუფციის ბუდე. მე წეგანდელი სანდოწყაროსგან ვიცი, რომ კონკრეტულ ადამიანებს რაღაც თამის სამასლოდ რეგისტრაცია გინდა ნებისმიერი საკითხის მოგვარება არის შესაძლებელი. ეს თანამდებობები დარწმუნებული ვარ და ცოტა შენ იცი როგორ ნამუს გარეცხილი ხარ შენ აქედან წეხს უნდა გირტყადე და ქალბატონო შორენა რა ფასებს არა ადამიანო არა საერთოდ გაგიuliat ქუჩაში მაღაზიაში გაგიuliat იცნობთ ხალხს შენ ბიჭო ადამიანი 50 ლარით რო შევიდეს მაღაზიაში არაფერი არ მოუვა იმას ერთი პური მოუვიდეს და რაღაცა ვერმიშელი და ბრინჯი იყიდოს ადამიანს ბიჭო ხალ მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე არის შიმშილობს ბიჭო მოსახლეობა ტირის მოსახლეობა შეხედე კი არ ტირის მღერის მოსახლეობა გადართე ნორმალურ არხებზე ნახავ თქვენი პროვოკატორი დედამო არა ეს არ შეიძლება ეს დამშორე მე მაპატეს მაყურებელს მოდი შენ რა გააკეთე შენ მაგ შენ თუ სამართლებრივ ჭრილში არ გაგცე მაგ გინებაზე პასუხი მე არ ვიყო ადამიანი შენ სასამართლოში ხვალ იქნება თუ ზე ამას უყურე ეს როგორ გამიკეთე და ძალიან დავწყნარდეთ გააკონტროლეთ ცოტა კორექტულად ორივე მხარეს მოგიწოდებთ ჩვენ რეკლამაზე გავდივართ და მალე დაგიბრუნდებით შენ ბიჭო ნორმალური ხარ დაგამხე თავზე ყველაფერი რა აქცია აი შენ სამართლები დაგაფარე ყველაფერი თავზე რაღაც არ შემაგინე ან რაღაცა ქენი ფუე ვინ არის მართლა რა უნდა რეპეტიციაზე რა დაუჯერეთ რა ბატონზაო შეეული ვარ ქალბატონო შორენა მგინებასთან რა გავაკეთო ეხლა რა ნათ ეხლა ჩავარდა ეთერი. ცოტა ნითამაშეთ რა, ცოტა გაბრაზდით. თამაშო, მეტი რა გავაკეთო? პირი, მაგრამ დებატები მაჩვენოთ. გითხარი მინება, შემაგინე ბიჭო რაღაცა დედა თუ არა, კარგი, მაინც შემაგინა კეთილები, მაინც რაღაცა შემაგინე. რა მერუნები ვარ, ჩემი კეთილები მე გამოვდივარ საკუთარ ბიჭო, დაივიწყე ცოტა ხანი ფორმატი ეგეთი გჭირდება. მომისმინე თუ არ შემაგინებ, ეხა მაგ კორპორატიული ორ დღეში და არ დაგპატიჟებ. ხო, არ შემაგინო თუ არ. აი, ასე და ორი თვე ემზადებ კორპორატიულის ეხ, აი, ქალბატონო შენ თქვენ მაინც უთხრეთ რამე გიქოცები. აი, რა. არ მაინტერესებს, გააკეთე შენი საქმე, რაშიც ფულს გიყრი, შემაგინე ადამიანები კი ბატონო. აი, კორპორატიული არ გამომატოვებინო, გეხოცები რა. კაი, დაგპატიჟებ, კაი, ჯანდაბას კორპორატიული დაგპატიჟებ, მაგრამ ის ისე წეგან მართლა მაგრად ითამაშე. რომელი? ხალხი ფაშებია გაჩა. როტირო და? აი, კაი. ისე ეგრე უცებ შემლების. ხო, თამაშო. კი, არა, ეგ მართლა კარგი. მე მართლა ვერ ეგრე უცებ შემლები რო წამოვიდეს ვერ ვახერხებ. ბიჭო, მარტივია, მაგ დროს აი ფეხს ეს რო დალუჯებული მაქვს ფეხი, მაგრამ არ მომდის რავი ვერ. არა, მართლა კარგად გამოვიდა. მადლობა. კარგით ეთერში ბრუნდებით. ჩვენ ისევე ეთერში ვართ. ეხლა თქვენ გისმენთ. შეხედე რა უნდა გელაპარაკოთ ქალბატონო შორის. შეხედეთ ამხელა კაცს, ამხელა მძორი, აგერ დათვით კაცი დევს და სხვათა შორის თქვენ რო იცოდეთ ამას 1 ლიტრაგვი. 3 ჭიქაღვინო ყოფნის და მთრალია თან როგორი მთრალია, იცი? მოწყვეტილია ვაფშე. მართალია ეს ამბავი. ვის ყოფნის ბიჭო 3 ჭიქაღვინო არ გადამრიო ეხა? ვის ყოფნის 3 ჭიქაღვინო ბიჭო? შენ დედამო
ვიშიაგინე ბიჭო ვიშიაგინე ბიჭო აბა ღვინო ის ხაფრის სამიჩიკა ღვინო ჩვენ ხედავთ უნიკალურ კადრებს პირდაპირ ეთერში. სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის. როგორც ხედავთ, დებატებმა გაამართლა, დღეისათვის სულ ეს იყო და ჩვენ ხვალ ისევ დაგიბრუნდებით ეთერში. მანამდე კი გიტოვებთ ამ დაპირისპირების ამსახველ კადრებს. მორჩა ეთერი, მორჩა სამიჩიკა ღვინო ის ხაფრის ბიჭო სამიჩიკა ღვინო ის ხაფრის მორჩა აღარა ვართ ეთერში ხალხი. ეთერი სამიჩიკა ღვინო ყოფნის უჩები შენ თან ეთერში დამჯდობის აცი და სამიჩიკა ღვინო ყოფნის არა ის კიდე რა ეჭერდი ბიჭო გეხურე ბიჭო მარტა კი არ მითქვა რა ღვინო გათრობს ხო იცი ბატონო გურა ხელი ვიცვა გურო ხელი გაწი